20 სექტემბერს ტექტო ჯგუფმა მახინჯაურის განახლებულ რკინიგზის სადგურში გრანდიოზული ღონისძიება გამართა, რომელმაც 100-ზე მეტი მოწვეული სტუმარი დააინტერესა. ღონისძიება ერთიანებდა ერთდღიან ექსკლუზიურ შეთავაზებებს, ბინების შეძენის განსაკუთრებულ პირობებს, გასართობ პროგრამას და გრანდიოზულ გათამაშებას. დეტალები ვნახოთ ჩვენ სიუჟეტში. ქართულმა სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია ტექტო ჯგუფმა მახინჯაურის განახლებულ რკინიგზის სადგურში მოქალაქეებისთვის გრანდიოზული ღონისძიება გამართა, სადაც სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ბინების სპეციალური 30%-იანი ფასდეკლებით შეეძინათ. ჩართულიყვნენ გათამაშებაში, რომლის მთავარი პრიზებიც იყო ბინა დასრულებულ პროექტში და შეძენილი ფართი სტოლფასი კვადრატული მეტრები ტექტო ჯგუფის ახალ პროექტში. გარდა ამისა, დამატებით სხვა მნიშვნელოვანი საჩუქრებიც გათამაშდა, როგორიცაა საპარკინგე ადგილი და ასევე 20,000 და 10,000 ლარის ვაუჩერები. ჩვენი შეპირებული ღონისძიება შედგა, ძალიან ემოციური დღე იყო. გახსოვთ, რომ ჩვენ ქართულ აუდიტორიას მივესწრით პირობა, რომ გავათამაშებდით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენიმე პრიზს და მათ შორის 2 ბინას. დღეს 2 ბინის მფლობელი გახდა საქართველოს მოქალაქე 2 ემიგრანტი. ვარ ძალიან მოხარული, რომ ჩვენს ემიგრანტებს დაბრუნების კიდევ ერთი სტიმული მიეცემა. ბატონ ერეკლეს და მის ჯგუფს, ტექტო ჯგუფს დიდი მადლობა ამ ჩვენი გახარებისთვის და მინდა ყველას მიულოცო, ყველა გამარჯვებულს და ბევრი ასეთი პროექტი საქართველოში. დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსათვის, საჩუქრისათვის, ბატონ ერეკლეს უსურვებთ წარმატებას, ტექტო ჯგუფს უსურვებთ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ბინა ჩემი ძმისთვის და რძლისთვის და ძალიან გაგვეხარდა ყველას. არ ველოდით ნამდვილად და მადლობა უღრმესი ტექტო ჯგუფს ამ ყველაფრისთვის. ღონისძიებას კომპანიის ამბასადორი ნონა გაფრინდაშვილი ესწრებოდა. სტუმრებს ჭადრაკის დედოფალთან საჭადრაკო სეანსში მონაწილეობის მიღების საშუალებაც მიეცათ. ღონისძიებას ნიკოლოს წულუკიძე გაუძღვა. მუსიკალურად საღამო კი ეკა მამალაძემ და სხვა შემსრულებლებმა გააფორმეს. უზარმაზარი შრომა ამას ჩადებული, მაგრამ ის სიხარული, რაც ხალხმა მიიღო, ყველაფერზე მაღლადრად. ქონდა პატივი ყოფილიყავია აქ, იმიტომ რომ არა ესა და ტექტოსთან უკვე თანამშრომლობ და მე მგონია ეს კარგი მაგალითია თვითონ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდა დიდი შეძენა, იმიტომ რომ დიდი პროექტია, ძალიან საინტერესო და დარწმუნებული ვარ, კარგი თანამშრომლობა ექნებათ ტექტოსთან. ღონისძიების ყველა სტუმარი ტექტო ჯგუფის მეგობრის, წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის დამფუძნებლისგან და დირექტორისგან ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა, რადგან თითოეული შენაძენით ტექტოს ახალ მოსახლე ავტომატურად ხდება ქველმოქმედი. ფონდი ეხმარება სოციალურად დაუცველ მოხუცებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს. კომპანია ლიდერობს როგორც თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის განვითარებაში, ასევე საინვესტიციო პროექტების მშენებლობაშიც და აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ ინდუსტრიაში სამშენებლო მასალების წარმოებით. ორგანიზაცია აცნობიერებს ვალდებულებას გარემოს დაცვისა და ინოვაციური ურბანული განვითარების მიმართ.